Potentially, შეიძლება დავიწყებთ ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ ვერანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილების ვერ წარმოადგინა. და მაკაბაჭორშუმა თქვა, რომ ეს ამ გადაწყვეტილების საფუძველი თბილისიდან მიღებული ინფორმაციებია. ვინ შეიძლება იყოს ამ ინფორმაციების ავტორი და რატომ ვერაფერი ვერ მიიტანა ასეთი მძიმე პრობლემის შესახებ? უბრალოდ ყოლისა გავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ეტყვა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება შეეხმებოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უბრალოდ ყოლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია ვინც შეეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. რაც რა თქმა უნდა თავისთავად არის ძალიან მძიმე, გუშინ სოციმედიაში ტრიალებდა მის ერთ-ერთი ვიდეო, 5 ჯერ უყურე და ნუ აი ირონია მართლა ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტრეული ქართულით გვეფიცებოდა რომ თავისუფალ მედიის თუ მედიის ხარდაჭერები არიან და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის საბაბების. კიდევ ერთხელ გუშინ ის დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. ერთი, მეორე, აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ იმაზე თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავსაფარებს ფორმულას მეპატრონე კეზერაშვილი, სხვათა შორის ბრიტანეთი გვერდსულის ქართულ სანქციებს, იცით რომ კეზერაშვილის მისჯილი აქვს თავისუფლების საქმეთა და ბრიტანეთი არ ღვევს ქართულ სანქციებს. არ გვაძლევს, არ გადმოგცემს კეზერაშვილს და ამით გვერდსულის საქართველოს სახელმწიფოს ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად ეს არის სწორედ ჩემი აზრით მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთავონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემები დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. იცით რომ მათ შექმნეს პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროკავშირში, ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღოს სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც, სადაც სწორედ ესეთი ნაბიჯები გადაედგება. დასკვნა ერთია ის ვინ ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების ცვლად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ ჩვენ თვალი და ასე უნდა შევხედოთ დღის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და მის ელჩის საქმიანობას. თუმცა ელჩი ვის შეიძლება დაყრდნობოდა თავის მხრივ, როცა ამბობთ რომ საქმეები შეკერა ტელეკომპანია იმედის და პოსტივის. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვხედავთ მეორე დასკვნა, რაც ჩვენ გამოგვაქვს. სოკოებით მომრავლებული სხვადასხვა მედია NGO-ები და მედიის დამცველები და კინწურაშვილები და მსგავსები, რომელიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ წლების განმავლობაში თითქოს რაღაც სიტყვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების მცველები არიან. დღეს აქვს გაკრინტული ხმა. ვინმეს ერთი ხმა მათი გაგიგონიათ და რა მოხდა სინამდვილეში? მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. აი ეს მოხდა, ეს ხო ფაქტია, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმა გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ ეს NGO-ები არიან უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს მეხუთე კოლონა, რომელმაც როცა მიიღებენ
შესაბამის მითითებას მოლოტოვის კოქტეილები უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს, როცა მიიღებენ, როცა საჭირო გახდება თავდასხმებზე უნდა ჩუმად იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება. დღემდე არც ერთმა მედია უფლებების დამცველმა კოალიცია, ორგანიზაციამ, რა ვიცი, ლეგიონია მათი სახელი, არც ერთმა ხმა არ მოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც მედიის სფეროში, რა ვიცი, ან NGO სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც ამ ქვეყნის შვილებისთვის, როდესაც ისინი დადგნენ ლონდონის მხარეს და არა საქართველოს მხარეს. დღეს ფაქტი არის. დღეს ვინც ამ საკითხზე მათ შორის და სხვა საკითხებიც იყო ამ დღეებში სანქციების სტატუსების მოთხოვნასთან დაკავშირებით. დღეს ვინც ჩუმად არის და ან ემხრობა, ასე ვთქვათ, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს. ამ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი ასანქცირებს ქართულ ტელემედიას, რას ნიშნავს, როდესაც ბრიტანეთის იურისდიქციაში ქვეშ მყოფი ოფშორები თან რეალურად ეს თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ალბათ ამბობენ იმას, რომ არ მოსწონთ რიტორიკა კონკრეტულ ტელეკომპანიების ქართულისთვის, თვითონ რასთან გვაქვს საქმე, რომელი სტანდარტები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა ვიდრე უკრაინას. ეს არის ფაქტი. ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, როცა ჩვენ ველაპარაკებიან ბრიტანეთის ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპა ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფრის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს ქმედებებიც არის გამოწვეული გამწარებული მდგომარეობისგან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავის სინამდვილეში თავად ჩაიყენა. უკვე თითქმის 1 წელია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე. მათი ფინანსური ტვირთი არის, მათი გადასახდელია ყველაფერი, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს თუ სხვა იარაღს და იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას და ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. და აქედან გამომდინარე არის მე შემდეგ სხვა გადაწყვეტილებები და რაც შეეხება ასე ვთქვათ ვაჭრობებთან დაკავშირებით, ხო, გარდა ამისა მეორე თემა რაც ასევე ეხება ბრიტანეთის ელჩის განსაკუთრებით, მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით კიდევაც, არ იშლის ეს ადამიანი პირდაპირ დადის კაბინეტებში, რომ არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდან, არ ქნათ ეს, რო ეკითხებიან როგორ კი, მაგრამ ბიზნესია, ხო, თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი. როგორ? არ ვიცი, ხო, მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები, ხო? არა, ნუ დააწესებთ, ისე უთხარით ბიზნესო. ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესო და ნუ დააწესებთ. ანუ აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი უკვე ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დაუწესოთ რუსეთს და ამითი დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. და ევროკავშირის ელჩს თავის ძალიან გულწრფელად წამოწდა ის, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ყველაფრითო, რომ სანქციებს უწესებს რუსეთსო და თქვენო ეკონომიკა წინ მიდისო, ეს როგორ გამოდისო. ანუ როგორ შეიძლება აგერ დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური გამოცდის შედეგები, რა ვიცი, მე მგონი ნელ უნდა დამალვა დავიწყოთ ამ შედეგებით, რომ ყოველ დილით რო კითხულობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ამას მე მოყვება როგორ თუ ჩვენო ევროკავშირის ელჩმა თქვა, ევროკავშირის ეგ მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა, ჩვენთან რუს ტურისტებს არ უშვებთ და თქვენ უშვებთ და ამაზე ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენო ფრენები ჩავკეთეთ, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენ ვაჭრობას ვზღუდავთო და თქვენო ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. რა არის ახლა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგე. აი მართლა ხო სამარცხვინო არის, ასე ვისე საუბრობენ, საერთოდ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს, რომელსაც ჯერ კიდე 10 წლეულები აქვს წინ, რომ იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნები არიან და ჩვენ ახლა უნდა თავი ვიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩი არ სიამოვნებს, რომ მისი ქვეყნებს ეკონომიკური უკუსვა საკუთარივეს სისულელის გამო, როგორც ისინი იქცევიან და ახლა საქართველოს უნდა ჩაყვეს აი ამ უბსკულს რაზეც საუბრობთ ცივილიზაციურ, ასე ეკონომიკურ უბსკულისკენ მიაქანებს დღეს ევროკავშირის ბრიუსელი და უნდა ჩაგვითრიონ ამ უბსკულშიც ეკონომიკური
სტაგნაციის. Ursula von der Leyen ეკითხათ მის წერილზე ოპოზიციის წევის ამბობს, რომ პრობლემები თუ არ მოგვარდება, ვიზო მინუსლა შეჭერდება სრულად მოსახლეობის მიმართ ისაუბროს დემოკრატიის უკუცვლაზე საქართველოში. ერთის მხრივ ოპოზიციის წევრი, რომელიც მათ როგორც ირკვევა გააგზავნეს სექტემბერში პასუხი მიიღეს ხუში და რამდენად არის საშიშროება, რომ მართლაც შეჭერდეს ვიზო მინუსლა, იმიტომ რომ ეს იქნება მძიმე ხელისუფლებისთვისაც ასახსნელად ხალხისთვის, რატომ ჩერდება ეს პროცესი. უბრალოდ ყოლისა თავადვე ვფიქრობ ასეთი განცხადებებიც კარგი არის იმ ხრივ რომ დავინახოთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირი ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომელიც აშანტაჟებენ მთელ ერს. და აშანტაჟებენ რისთვის? ჩვენ თავარი საბაბებმა არ დაგვაბნიოს ჩვენ თავარი მიზეზი რა არის? ის არის რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ის ხალხი, რომელიც მათ უნდათ რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. აი ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თბილისში თავად იყო ჩართული კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ. აფინანსებდნენ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის მიზნით. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ეს ყველაფერი ფაქტები, რომ საქართველოში 2024 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი ელჩი ჩართული იყო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში. ის დამარცხდა ამ არჩევნებში. ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ხედავთ ჩვენ მუდმივ თავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ეს შანტაჟი, ამ შანტაჟის თავარი სათქმელი არის ის, რომ ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენ ნებას და იქნებით გააკეთებთ იმას, რაც ჩვენ გეტყვით, რასაც ჩვენ გეტყვით. თქვენს მოსამართლეებს ჩვენ დავნიშნავთ, თქვენს პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ. დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას თხოვენ ახლა ყველას. მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ ამ კანონს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ. ან ამას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად. აი ამ დონეზე ფიქრობენ ქართულ ხალხზე, რომ ქართულ ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის არიჩევს ვიზას. ნუ აი რა თავარი ხო ეს არის, ხო? ამდენი ხანია 30 წელი არის, მეტი 35 წელია გაგვიცნეს, ხო? მას შემდეგ რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ხო? ჩამოვიდნენ აქ ხინკალის ჭამეს, ხაჭაპურის და ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს, ხო? აი ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან ვისთან აქვს საქმე. რომ შეიძლება ქართულ ხალხს უთხრა, რომ ვიზა გინდა თუ თავისუფლება. ეს რა პირველი ხო არ იქნება ევროკავშირი, რომ ეს გითხრა. ჩვენ ვიზების ხომა ჩაგვიკეტეს სხვადასხვა პერიოდში ჩვენი დამოუკიდებლობისა. ემბარგოები, ეკონომიკური სანქციების დაგვიწესეთ, ვიზაც გაგვიუქმეს და ასე შემდეგ. სწორედ ასე რომ თავისუფლება გინდა თუ ვიზა. აი რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება უთხრა, არჩევანი დაუყენო, რომ თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ის ხალხი არჩევს ვიზას. აი რა წარმოდგენა აქვს საერთოდ კულტურულად რა წარმოდგენა აქვს სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმომადგენლები არიან საერთოდ, რომ სხვა ხალხებზე ასე ფიქრობენ, რომ ჩავლენ იქ გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ რაღაცა უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ შენ აქვია მოგცემ რაღაცა სასმელს და ამის იმაზე მთელ მის ოქროულობას წამოიღებენ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი წავიდა უკვე დიდი ხანია ისტორიიდან. ანუ კიდე ერთხელ, ეს ყველაზე კარგად მეტყველებს თუ რა ღირებულებით უფსკულში არის დღეს ბრიუსელი, როდესაც ის ფიქრობს, რომ სხვა ხალხს შეუძლია არჩევანი დაუყენოს თავისუფლებასა და ვიზას შორის და ამავე დროს ამაშივე შეურაცხყოფას აყენებს იმ ხალხს, რომ ფიქრობს, რომ ის ხალხი არჩევს ვიზას და უვიზოს და ვიზას და არა თავისუფლებას. ეს არის შანტაჟი. თქვენ ამბობთ, ეს არის შანტაჟი. მათი მხრიდან, მაგრამ თავად ისინი ამბობენ, რომ ეს არის საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთი გზა. ისინი ასე აყენებენ საკითხს, არა ესე რომ ვიზა თუ თავისუფლება. ტყუილი, რომელიც ისტორიულად დადასტურებული ტყუილია. შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა 2010 წელს გაგანია დიქტატურაში ევროკავშირმა მისცა სააკაშვილის რეჟიმს. მხოლოდ რეჟიმს, ხალხს არ მოგცა. აი ხალხზე რო ზრუნავენ თითქოს, ხაშურიდან და სინაღით დამთავრებული. მისცა სააკაშვილის რეჟიმს.
აი ამ წამების სისტემის შემქმნელს, მკვლელობების ჩამდენებს, აი ამ თლიან სისტემას, მის ელიტას, მისცა უვიზო მიმოსვლა. ასე რომ ეს დემოკრატიაზე საუბარი, ამაზე ესაუბრონ ერთმანეთს. ამ ტყუილს უკვე ქართველი ხალხი რა თქმა უნდა არ გაატარებს. ერთ კითხვას თუ შეიძლება ბრიტანეთთან დაკავშირებით, ბრიტანული გამოცემა წერს თავად, რომ რეალურად კირ სტარმერის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ანადგურებს. და ამ წელს სტატიაში საუბარია იმაზე, რომ სუვერენიტეტის ნაცვლში ხშირად ბრიტანეთი არის მთავარი, ვინც ირისპირდება ქვეყნებს. ამ შემთხვევაში საუბარია ისტორიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ამ სტატიას თუ დაუბრუნებით ბრიტანეთის უფრო გამოჩნდება. რასთან მოხსოვთ, როდესაც ვხედავთ, რომ პრობლემა რეალურად სხვა ქვეყნებსაც აქვს და არ მხოლოდ ჩვენ. უბრალოდ ყოველსა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ურთიერთობას ანადგურებს საკუთარ ხალხთან. მას აქვს დღეს 17%-იანი მოწონება თავისივე ხალხში. ასე რომ დღეს ჩვენ ბრიტანეთის მთავრობის სახით გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, რომელსაც საკუთარივე ხალხის უმრავლესობა 83% არენდობა და აი ამ დაბალი დობის მქონე მთავრობა ფიქრობს, რომ პოზიტივის 3 საათიანი გამოშვება განიხილა და აქედან დასკვნების გამოტანა შეუძლია. საკუთარ ხალხზე ვერ გამოაქვს დასკვნები, 17%-იანი მოწონება აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ეს განგრძობადი პროცესია ცივილიზაციური ფსკულისკენ სულისა, რომელიც აირჩია ევროპამ, მისი სხვადასხვა ფორმით, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ასე შემდეგ, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ და ჯობია რომ დაგვიჯერონ. ჯოვილსონის კანონპროექტზე გითხავთ, იცით რომ განიცირა მან კიდევ ერთი კანონპროექტი ეხება ჩინეთის და საქართველოს დაზვერვის აქტივებს. საუბრობს იმაზე, რომ ამ კანონპროექტს ექნება გაგრძელება. რას ითქვათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? რა უნდა ვთქვათ, ხა სიმართლე შეგვიძლია უკვე დაგვღალა ამ ადამიანმა თავის მრავალსერიანი საპნის ოპერით, ასე რომ რა ვქნა, გავიგეთ რომ რაღაც ახალი თემა იქნება, შეგვიძლია მოემზადოთ რომ ორ კვირაში ერთხელ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ აბა რას მიიღებენ თუ არ მიიღებენ. ნაკლებად საინტერესო არის ხა. ადრე მე მგონი სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯოვილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები და მე მგონი ისტორიაში ერთი არის მხოლოდ მიღებული, ხო და არა დაინიცირებული აქვს, რა ვიცი, ასობით. როგორც ჩანს ეს მისი ასეთი გარკვეული ჰობია. ჩინეთთან და სამართლებთან დაკავშირებით მისი პრეზიდენტი რაც არის რომ საქართველოს პარტნიორობს ჩინეთთან და ეს კი აი ჩარტოს ბატონმა ჯოვილსონმა ტელევიზორი და ნახავს გერმანიის კანცლერს, რომელიც ახლა იმყოფება ჩინეთში და ძალიან გახარებული არის და კარგი შეხვედრები აქვს. ესეც აჩვენებს ზოგადად და ეხება იგივე ევროკავშირსაც, რომელიც გვიშლის ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას. ეს აჩვენებს რომ კიდევ ერთხელ რომ ბრუნდებიან ზოგიერთი ძალები 100 წლის წინანდელ ევროპის მენტალიტეტში, როდესაც არსებობენ დიდები და პატარები და დიდები პატარებს რაღაცებს უშლიან. აი ეს არის ცივილიზაციური უფსკული, სწორედ ეს არის დაბრუნება წარსულში იმ ევროპაში, რომელსაც ბევრი ცუდი რამეა გაკეთებული სხვადასხვა ხალხების მიმართ. და აქეთკენ მიაქანებს დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ევროპას, როდესაც და ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც აღმატებული ერები და პატარა ერების კატეგორიები შემოაქვს და დღეს ასე გვიყურებს სამწუხაროდ ბრიუსელი, ჩვენ როგორც პატარა ერს და ისინი როგორც აღმატებული ერი, რომელსაც უფლება აქვს რომ ჩინეთში ჩავიდეს, ინდოეთში ჩავიდეს, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრონ, ვაჭრობაზე ისაუბრონ და ჩვენ ვის რა უნდა დაუშავოთ ჩვენი მცირე ეკონომიკით, ჩვენ არ გვაქვს უფლება თურმე რომ არც ჩინეთს უნდა ელაპარაკოთ, საერთოდ ჩვენ უნდა გქონდეს დაქვემდებარებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც უნდა დაუქვემდებაროთ ევროპაში და სხვა ევროკავშირში და სხვა ეს გვითხრეს კიდევაც. ამ პრეტენზიას ჩუმჩუმად გვიყენებენ სხვადასხვა ანგარიშებში, რომ საქართველო არ არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც მიმართულებებს და ბოდიში არ ვარ წევრი ევროკავშირში, ანუ ხმის უფლება არ გვაქვს იმ პოლიტიკის განსაზღვრაში და ვალდებულებას ვკიდებენ, რომ უნდა სრულად დაუახლოვდე ამ ყველაფერსო. ანუ წარმოგიდგენთ რა წარმოდგენა აქვს, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს. ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ. კი, ხო და ხო, მაგრამ უყურე, სადამ თქვენ სხვა ოჯახის წევრი არ გახდებით, უყურე, სადამ თქვენ სხვა ოჯახის წევრი არ გახდებით და არ შეხვდეთ სხვა ოჯახში, ხო? იმ ოჯახს შეუძლია რომ თქვენ დაგიწესოთ წესები, რომ ჩაი ამ ჭიქით დალიე და არა იმ ჭიქით.
ანუ მეზობელი თქვენთან გამოვიდეს და გითხრას, რომ ეს რა არის, რომელი ჭიქა აიღე, სხვა ჭიქა აიღე, ან კარადაკ რატო გიდგას, ან წიგნი ასე რატო. მეზობელი თქვენთან შემოვიდეს. თქვენი აზრით რა სიტყვით იმ მეზობელს. აი ზუსტად ამას ვეუბნები ჩვენ ევროკავშირს და მე წინთ კიდე და ნუ შემოვლენ, ნუ შემოგვივარდებიან ოჯახში და ნუ დაიწყებენ რომ ასე გააკეთე და ისე გააკეთე. კიდე ერთხელ დაახლოების პროცესი არის პროცესი. ანუ პარალელურად უნდა მიდიოდეს. სადამ ჩვენ სრული ჰარმონიზება იქნება მაშინ, როდესაც გვექნება სიტყვის უფლება, ხმის უფლება ევროკავშირში. ანუ იქნებით წევრები, ანუ გვექნება გავლენა გადაწყვეტილებაზე. სადამ ჩვენ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ გვაქვს, ეს არის არჩევითი პროცესი, რომ რაღაც საკითხს გავიზიარებ, რაღაცას არ, იმიტომ რომ გაუკვირდება ზოგიერთს, მაგრამ გარეთაც და შიგნით, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. დღეს სინამდვილეში ბრიუსელი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, როდესაც ითხოვენ რომ ჩვენ სრულად ასე ვთქვათ დავექვემდებაროთ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ რაღაც საკითხებს, მათ შორის სანქციებზე კიდევ ერთხელ ის რაც დღეს რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა თქვა სანქციებთან დაკავშირებით, რომ აგერ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ გთხოვენ სანქციების დაწესებას. ამას სხვა ფორმით წერენ ხოლმე დოკუმენტებში, სულ ბოლო იყო ვიზა ლიბერალიზაციის შეფასების დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს არ არის სრულად მიერთებული იმ სასანქციო ინსტრუმენტებს და ყველას უნდა მიუერთდესო. ყველა უნდა გაისახნოს, ანუ თვითონაც დააწესოს და გაიზიაროს. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენი სუვერენიტეტის სისხლით გვაქვს მოპოვებული ზოგიერთისგან განსხვავებით ევროკავშირში და ამ სუვერენიტეტს ესე ადვილად არ დაუთმოთ, მით უმეტეს არ დაუთმებ არაკვალიფიციურ ხალხს. ეკონომიკურ სფეროზე თქვენი საუბრის ნაწილობრივ და ამჯერად საქსტატის მონაცემებზე გკითხავთ, რა იმ მსგავსი მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ვუძღვით და პოლიტიკის შედეგია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი შენარჩუნდეს. ჩვენ ერთი ამ სტატისტიკებს როცა ვხედავთ, ორი რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ. პირველი, თუ რამდენად სწორად გააზრებულად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება მის ეკონომიკურ პოლიტიკის განხორციელებაში, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში არის ობიექტურად და იმ თავდასხმების ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის ქართველი ხალხი ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქიდან, ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ეს ერთი. და მეორე, ახლა წარმოიდგინეთ აი ეს ელჩების ყოველდღიური თავდასხმები რომ არ იყოს საქართველოს. რომ არ იყოს მეხუთე კოლონის დაფინანსება საქართველოში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებასაც და ეკონომიკურ სტაბილურობასაც. რომ არ ყოფილიყო მათ დაფინანსებულ მეხუთე კოლონას რო არ ჩაეშალა ნამახვან ჰესი. და ეხლა ჩვენ ვალები არ ქონოდა გადასახდელი და ჰესის მშენებლობა ქონოდა, რომელიც კიდე დამატებითი ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა. რომ მათი მეხუთე კოლონას არ დახვედროდა ტურისტულ გემს ბათუმში და არ გაებრუნებინა უკან. იმიტომ რომ ფული გადაუხადეს, რომ ესე გააკეთებო. აი იმ ხალხმა გადაუხადა ჩვენი ეკონომიკური ზრდა რო შურს, რომ თვითონ რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს. აი ხა დავფიქრდეთ, რომ თუ რამხელას დაგვექნებოდა, რამდენად უფრო მეტი იქნებოდა. აი ხა ხო ლიდერები ვართ. რამდენად მეტი იქნებოდა, რომ არა ეს მავნებლობა, რომელიც უკვე რამდენი ხანია გრძელდება ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ. და მათ შორის ამ მიზნით, რომ ჩვენ ეკონომიკას მიადგეს ზიანი. ასე რომ აქაც ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩანს ერთი რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, რომ სათანადო პასუხი გავცეთ იმ მეხუთე კოლონას, რომელიც ცდილობს გარედან კარნახით დააზიანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ბატონო შავა, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, უპირველეს ყოვლისა ამ ბრიტანეთის თემას გავაგრძელებ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ბრიტანეთის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცეს ევროკომისიასაც და მაგალითად აი ეს სანქციები ჩვენ ვნახოთ ასევე ევროკავშირის მხრიდანაც დაწესებული ამ არხების ან მსგავსი ტიპის ობიექტების მიმართ. გაქვთ თუ არა ამის მოლოდინი, რომ რაღაცნაირი ბიძგის მიმცემი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თანამშრომლობს ბრიტანეთი და ზოგადად რა თქმა უნდა საქართველოს მიმართ მტრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტია რომ საქართველოს დღეს მტრობენ. სამწუხაროა რომ ბრიუსელმა აირჩია საქართველოს გამოაცხადა საკუთარ მტრად და ქართულ ხალხს როგორც მტერს ისე ეკიდება. აი ეს მართლაცო სამწუხაროა რომ 30 წლიანი თანამშრომლობის პირობებში, როდესაც საქართველოს აჩვენა სრული პარტნიორობის ყველა გამოვლინება, მათ შორის სამხედრო მისიებში მონაწილეობით.
თუ არ ვცდებით ცენტრალური აფრიკის მისია იყო ევროკავშირის, რომელიც ჩაიშალა, იმიტომ არც ერთი ევროკავშირის წევრმა არ მოისურვა იქ წასვლა. ყველას უნდა თბილად საკუთარ ოთახებში ყოფნა და ჩვენ წავედით იქ. და ჩვენ გადავარჩინეთ ეს მისია ჩავარდნას, ქართველები. და ამას რო პასუხობენ, იმით რომ ქართველი ხალხი ფაქტობრივად გამოგვაცხადა ბრიუსელმა მტრად და როგორც მტერს აი ესე გვიგეგმავენ რაღაცეებს, რომ აბა აქედან როგორ დავარტყათ, ის როგორ გავამწაროთ, იქ ფული როგორ შევიტანოთ ჩემოდნებით და ასე შემდეგ. აი ამას რო ხედავთ, რა თქმა უნდა, ამითი საბოლოოდ ანადგურებენ იმ ნდობას, რომელიც ქართულ ხალხს აქვს. აი ამ დღეებში ის რაც თქვა ევროკავშირის ელჩმა, ამითი წერტილი დაუსვა ფაქტობრივად ქართული ხალხის ნდობას ბრიუსელის მიმართ. იმიტომ რომ პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანი არის, რომ საქართველოს გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომლითაც ქართულ ხალხს დააზიანებს. და მერე ჩავლენი გურია, სამეგრელო, აჭარა და კახეთიო და ჩავლენ და ხალხს ხვდებიან, ვითომ ევროკავშირმა ეს გაგიკეთეთ, ბრიუსელმა ეს რა ფასი აქვს, რა ფასი აქვს ამის გაკეთებას. თუ კი აღმოჩნდა, რომ შენ გაბრაზებული ხარ იმის გამო, რომ საქართველოს თურმე ღვინოში აქვს ქართულ გლეხს რუსეთში და საქართველოში რუსი ტურისტი შემოდის და საქართველოს ეკონომიკურად წინ მიდის. ხომ ეს თქვა ევროკავშირის ერთმა, რომ ამის გამო არის ის გაბრაზებული და ნაწყენი, რომ ვერ მიაღწია, რომ თავად ევროკავშირი ზარალს იღებს ამ ომისგან, ჩვენ რატო არ ვზარალდებით. ასე რომ ფაქტობრივად ეს დღეები სიმბოლური იყო. სიმბოლური იმ მხრივ არის უკრაინის ომის დაწყების მე-4 წლისთავი და ბევრი რამე გავიგეთ ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიხსენებთ იმას, თუ როგორ გვითხრევდნენ ომში და ნახეთ ამ დღეებში როგორ ითხოვდნენ ჩვენგან სანქციებს, ითხოვენ დღესაც როგორ წამოწდათ, რომ სანქციებს ითხოვენ, ანუ ითხოვენ რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან, რომლის ბოლოსაც ომი არის და მეორე ჩვენი ოკუპაციის 105 წლის თავზე ხედავთ ჩვენ რომ თურმე ბრიუსელი მისი წარმომადგენელი ჩვენ გვიყურებს როგორც დაქვემდებარებულ ქვეყანას, რომელსაც უნდა მითითებები შეასრულოს და უნდა თავი დაიზიანოს, იმიტომ რომ თავად დალხენილად არ არიან და შურთ თურმე ეგრე გამოდის, ხო? რა გამოდის? აბა რა არის ევროკავშირის, როდესაც საუბრობენ ჩვენ ეკონომიკურად ვზიანდებით და ამ დროს თქვენ რატომ მიდიხართ წინ ეკონომიკურად? ხო პირდაპირ ევრო ჩვენ წინ არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვითარდებით. ევროკავშირი გაჩერდა და ჩვენ მოძრაობთ და ჩვენ რო გავჩერდითო, თქვენ რატომ მოძრაობთო? ეს არის პრობლემა, ხო? და ჩამოთვალა, პირდაპირ ჩამოთვალა ევროკავშირის ელჩმა, რომ ჩვენთანო რუს ტურისტებსო არ უშვებთო. თქვენ და ამითიო ზიანდებითო. თქვენ უშვებთო და ეკონომიკას ესო წინწევსო. ჩვენო, რა ქვია, საწვავის შეწყვეტასო ვამცირებთო, ჯერ ესეთი რასამცირებენ, სტატისტიკა კი ვიცით და თქვენ რატომ და ამითიო ზიანდებით გაძვირდა ჩვენთან გაზი და ბენზინიო და თქვენთან არ გაძვირდა, თქვენი ხალხიო არ იხდისო იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვიხდითო და აი ეს ხო აჩვენებს, რომ სინამდვილეში და ეს თავარ პრობლემას აჩვენებს, რომ არის მავნე მიზნები ქართულ ხალხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ საგანგაშოა და მე ერთ რამეს ვეთყოდი, რომ მოუწოდებდი ბრიუსელს მის ელჩს, რომ ნუ უყურებენ საქართველოს როგორც მტერს, ნუ აცხადებენ ქართულ ხალხს მტრად, ნუ აცხადებენ ქართულ ხალხს მტრად. არ არის ასე, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი ეს არ იყო ახლა ჩემი კითხვა, მაგრამ თქვენი კითხვა დასვით, მომზადება კითხოს მინდა. ევროპა აცხადებს საქართველოს მტრად. უფრო მეტად თქვენი მხრიდან გვესმით, როცა ამბობთ, რომ ბრიუსელის სუვერენიტეტს ლახავს საქართველოსაც და ანუ ტრება თქვენ თვითონ აცხადებთ ამ ადამიანებს. არა, ვერ მივხვდით, მე რა გითხარით. მე გითხარითო იმით რომ გამოიწვია მათი განაცხენება იქნება ეს თუ კრიტიკული დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ან თქვენაც ვიღაცამ რაკეტა რო გვესვოსო, თქვავს რომ მტრად მივაჩინოთ თუ ეს ნიშნავს რომ იმაზე ვთქვა რომ მტრად ვაცხადებ? ნუ გვესვიან რაკეტებს, ნუ მოითხოვენ რომ ჩვენ დავაზიანოთ ჩვენი თავი და საერთოდ და არანაირი კრიტიკა ჩვენგან არ იქნება. მედიების დასანქცირებას რო დაუბრუნდეთ, ანუ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ბიძგი მისცეს ბრიტანეთის სანქციებმა და ევროკავშირის სანქციებიც მივიღოთ ამ ორი ტელევიზიის მიმართ, კონკრეტულად რომ ევროპის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჭკუა არ მოიკითხება ამ ხრივ. და ჩვენ ხედავთ რომ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართული ხალხთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც საბედნიეროდ არის, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხელმძღვანელობასთან გვაქვს საქმე, რომ ისინი ვერ აზიანებენ, ვერც თავისუფალ სიტყვას აზიანებენ, ხედავთ თქვენ აგერ საქართველოს და მათ შორის თავისუფალი მედიაც აგრძელებს ცხოვრებას, არაფერი არ შეცვლილა. ასევე ვერ დააზიანებენ ქართულ ხალხს. ერთადერთი რაშიც გაგვიმართლა
რომ არის არაკვალიფიციური ხალხი, რომელიც ცდილობს ჩვენს დაზიანებას და ესეც არაკვალიფიციურად გამოსვლა. კი ბატონო, ერთიც გავაგრძელებ თუ შეიძლება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. მოკლედ ბანერზე გააკეთა ელენე ხოშტარიამ წარწერა და ამის გამო მოხდა მისი დაკავება. კიდევ რამდენი ხანი უნდა იცვეს 4 შვილის დედა ციხეში იმის გამო რომ ბანერზე წარწერა გააკეთა ბატონო შავა? რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი პოლიტიკური ოპონენტი არის ელენე ხოშტარია და ციხეში ბანერზე წარწერა ზოგადად ჩვენ ხედავთ ზოგადად მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, იმიტომაც არის საშიში, რომ მას აქვს კაფიო პოლიტიკური მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ხულიგნობა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად, არამედ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მსგავსი დანაშაულების მიმართ არის მკაცრი მიდგომა. ერთი. მეორე, ავიცი, უყურეთ 4 შვილის დედა რო არის ამავე დროს გულისხმობსო, ის არის დასრული ადამიანი, რომელსაც მათ შორის პასუხისმგებლობა ალბათ გააზრებული აქვს შვილების აღზრდას. შესაბამისად, საკუთარ თავზეც პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. მან იცოდა, რასაც აკეთებდა, მან იცოდა რა პასუხისმგებლობა მოყვება ამ ყველაფერს, მან ეს გააკეთა, ეხლა ეს პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე უნდა აიღოს. ასე რომ ეს თუ კი ყოფნის ადამიანს, დასრულ ადამიანს იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, გააზრებულად, მაშინ უნდა იყოს იმის სითამამეც, რომ პასუხი ააგოს ამ დარღვევისთვის. ერთიც ბოლო 2 დღე არის ვხედავთ თქვენი და რუსლან სტეფანჩუკის მიმოწერებს პასუხებს გუშინ ვნახეთ თქვენი პასუხი მის მიმართ. აი დღეს რა შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ გაოგნებული არის თქვენი ასე ვთქვათ კოლეგა უკრაინელი, როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანას თქვენ უწოდოთ მიმართული იმის გამო, რომ ჩვენ ტოლვილებს უარს არ ვეუბნებით ან რეზოლუციებს ფარს უჭერთ, მოკლედ წაკითხული ექნებათ ეს ტექსტი და კიდევ ერთხელ რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ სპიკერის მიმართ და ზოგადად ამ საკითხზე. ჩვენ და მე მწერილში თქვი კიდევაც. ჩვენ არ ვართ გერმანია, საფრანგეთი, არ ვიცი, რამე სხვა ქვეყანა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება შეუძლია ელაპარაკოს იმ ტონით, რა ტონითაც ესაუბრება ამ ქვეყნებს. ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ჩვენ მათ შორის უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკოს. ეს უნდა გაიაზროს თავად უკრაინის ხელისუფლებამ და მე გუშინ ჩემ პასუხში მივწერე მას კიდევაც, რომ როგორც უკრაინის ხელისუფლება თუკი მოელის, რომ ყველამ აწონოს სიტყვა მას მიმართ, ასევე მოველით ჩვენ ყველას მხრიდან, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ აწონონ ყველა საკუთარი სიტყვა და გადაწყვეტილება საქართველოსთან და ქართულ ხალხთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ არ ვართ არც გერმანია, არც რომელიმე დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება უკრაინამ პრეტენზიები წაუყენოს, სამართლიანად წაუყენოს, იმიტომ რომ თავის დროზე რომ დიდი ქვეყნები მათ შორის დასავლეთ ევროპის და ევროკავშირი როგორც ასეთი რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ეს ომი არ იქნებოდა. და რა თქმა უნდა, უკრაინამ პრეტენზიები უნდა წაუყენოს ამ ხალხს, იმიტომ ეს არის უპირველესყოფისა გლობალური ძალების და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო. და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას არაერთხელ უთქვამს, რომ ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ომი არ იქნებოდა და ეს ის ომია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყება. ამიტომ მათი პრეტენზიები დასავლეთ ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ნუ გადმოიტანენ ქართულ ხალხზე. ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ არც უკრაინის ხელისუფლების, არ მივიღებთ ზოგადად და მათ შორის კონკრეტულად ზელენსკისგან არ მივიღებთ ერთ მისხა საყოველთურსაც და რა თქმა უნდა არც ერთ ამ საყოველთურს ჩვენ ესე არ მოვითმეთ. იმ პრეზიდენტი ზელენსკისგან არ მოვითმეთ, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, ყველა ელჩი რომ გაიქცა და მიატოვა კიევი, ყველა უცხოელი ელჩი რომ მიატოვა კიევი, ახლა კონფერენციებს რომ მართავენ უკრაინის მხარდამჭერებს და მიატოვა კიევი, დახურე ჩამოწეს თავისი დროშები და ჩვენი ელჩი იქ იყო ბოლომდე, სადამ თავად ზელენსკიმ არ უთხრა რომ იქნებ სახში წასულიყავიო. რომ არა საქართველოში უკრაინის ელჩის გაწევა იმის გამო რომ თურმე უარი უთხარით რომ იქ ქართველები არ გაუშვა სახელმწიფომ საკუთარი მობილიზაციით. რომ არა პრეზიდენტ ზელენსკის ტყუილი და ცილის წამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ თითქოს სააკაშვილს აწამებენ, კლავენ იმ სააკაშვილს, იმ
კრიმინალს, რომელიც მას შეიფარა და დღემდე სააკაშვილი გამოდის და ხან უკრაინულად გველაპარაკება, ხან ქართულად და გვითხრა მან ამ დღეებშიც, რომ ის დღემდე არის ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე. ასეთ პრეზიდენტს საქართველოზე ერთი ძვირი სიტყვას რა თქმა უნდა, ყველა ასეთ სიტყვას პასუხი გაეცემა. ომში არის ბატონო და რა ომშია. რას ქვია ომში ჩვენც ვიყავით და რაიმე ვინმესთვის საყვედური გვითქვამს და პრეტენზია წარმოგითქვამთ? უყურეთ ომში ყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აინჯებს, ამას ღირსეულად უნდა ტარება. და როდესაც რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს აბრალებს სააკაშვილის წამებას, ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც უკრაინული და საუბარი იყო მათ შორის, რომ გაეროში რეზოლუციას რომ ხარი დაუჭირეთ, ესო კეთილსინდისიერების თუ რა წესიერების ნიშანიაო და ამას რა მადლობა უნდა. ჯერ ეს ერთი მადლობა უნდა ყველაფერს უნდა მადლობა, თავისთავადი არაფერი არ არის. თუ და ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი, თქვენ ხომ ნახეთ ეს სია. გაეროს რეზოლუციის ხარდაჭერა. ჩახედონ და ამ წესიერ არა, ჩახედონ, თუკი ერთი წამი. ხოლო თუკი ეს ავტომატური წესიერების ფილტრი არის თუ სტანდარტია. ჩახედონ ვინ დაუჭირა, ვინ თავი შეიკავა, ვინ არ დაუჭირა და მე გველაპარაკონ ამასთან დაკავშირებით. და მეორე, როცა ამ წესიერებაზე საუბრობ, ბოლო უკვე რამდენიმე წელია უკრაინის სხვადასხვა დელეგაციების სხვადასხვა ფორმატებში. საპარლამენტო თუ სამთავრობო თუ რაც იქნება სხვადასხვა ფორმატებში მხარს უჭერენ ქართული ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ უკრაინული დელეგაციები. ეს წესიერი საქციელი არის? ეს არის მადლიერება? ეს არის ისე როგორც უნდა მეგობარს მოეპყრო? ამიტომ კიდე ერთხელ პრეტენზიების ტონით შეუძლია რა თქმა უნდა ესაუბრონ და უნდა ესაუბრონ დასავლეთ ევროპას და ევროკავშირს თუ რა ვიცი დიდ ქვეყნებს უნდა ესაუბრონ, იმიტომ რომ ისინი რომ თავის მოწოდებაზე ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა და ასობით ათასი გაუბედურებული ოჯახი არ იქნებოდა უკრაინაში და კი უნდა ესაუბრონ. მაგრამ ჩვენს კი როცა გადმოიხედებიან, ფიქრობ რომ უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს. ბატონო შალვა, მე გითხრობ თუ შეიძლება ფაქტურის საინფორმაციო ბადი დასრულიად ამოვაგდოთ თემაზე, მაგრამ ნაწილობრივ არ უძლებს იმ საკითხსაც თქვენი საუბარი. თქვენ ფაქტობრივად დასავლურ ნეოკოლონიალიზმს გაუსვით ხაზი. მე მინდა გითხოთ რუსულ ნეოკოლონიალიზმზე, რასაც ყველაზე ნათლად დღესდღეობით საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხედავთ ჭიათურასა და კრემლში. მიხაილ სოცკის ეხება ჩემი კითხვა, რომელიც აქ ქალბატონმა თურნავმა თავის დროზე როგორც ხსნელი ისე შემოიყვანა ამ კომპანიაში, ამ ორ ინდუსტრიულ ქალაქში და დღეს, როდესაც მე რამდენიმე დღე გავატარე ამ ხალხთან და ბოლო ერთი წელი მათ ურთიერთობა ტყიბულებთან, ჭიათურელებთან და მესმის საზარელი ისტორიები, კლასიკური რუსული კოლონიალიზმის ოკუპაციის ამ კაცის მხრიდან სრული აგდებული და ზიზღნარევი დამოკიდებულება ადგილობრივების მიმართ. და გარდა ამისა, მე მოვიპოვე ღია წყაროებით, მოვიპოვე ინფორმაცია, რომ წარსულში ეს ადამიანი მიხაილ სოცკი თანამშრომლობდა იანუკოვიჩის და პუტინის ახალგაზრდულ ურთიერთობასთან, როცა ის ახალგაზრდა იყო ასეთი. თქვენ თუ ხართ ამის შესახებ ინფორმირებული და რას ეთყოდით ხირულის და ჭიათურის მოსახლეობის, იქ თქვენი ამ მომრჩეულებიც არიან, მე არ ვისაუბრია მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, იქ თქვენი ამ მომრჩეულებიც არიან და ისინი იტანჯებიან ამ ადამიანის იქ ყოფნით. ხო, ახლა თქვენ ისეთ დეტალებზე საუბრობთ, რომელიც არ ვიცი მე ხომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს ვის წარსულზე და რისი მოწმე თქვენ იყავით ან არ იყავით მოწმე, თუმცა სახელმწიფო ამ საკითხს ყურადღებას აქცევს. მე რამე სხვა დეტალურ პასუხს ამაზე ვერ გაგცემთ. ხედის მიუღებელი არის წარსულში პუტინის და იანუკოვიჩის პარტიებთან თანამშრომლობა. ანუ საერთოდ ამ საკითხის ამ მხარეს საერთოდ არ ვიცნობ და ვერ გიპასუხებთ. თეორიულად როგორ უნდა გიპასუხოთ? ბიზნესში ჩაკავით. თეორიულად ანუ აბსტრაქტულ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. ბატონო შალვა, ერთ კითხვას თუ შეიძლება, სამშაბათს გაქვთ ანგარიში ხომ ასია? არა, ხო, მაგას მასენ ჩავასწრო. სამშაბათს ზოგადად სესია არ იქნება, მაინც რომ არა, გეტყვით. ერთი რომ სამშაბათს არ იქნება ცნობა, იმიტომ რომ დასვენების დღე არ იცით, 4-ში იქნება სესია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული მქონდა, 4-ში არ იქნება, ვინაიდან იგეგმება ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში, ამიტომ მათ შორის მთავრობაც ამ ვიზიტის მხრივ დაკავებული იქნება, გადაიწევს შემდეგ კვირაზე. თუმცა
აუცილებლად ანგარიში იქნება და საინტერესო იქნება ყველასთვის მოსასმენ. ეს დავაზუსტებ კიდევ თუ შეიძლება თქვენ თქვით რომ ბრიტანეთის ელჩმა ეთყობა ქართული იმიტომ ისწავლა რომ მე დასანქცირებისთვის გამოდგომოდაო ხო და ანუ გამოდის რომ რასაც მოусმინა და რაც გაიგო ეს ყველაფერი გახდა საფუძველი არა რომ მე დამაჯერებელი ყოფილიყო თავის ხელმძღვანელობას რომ ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი მესმის ქართული და ამიტომ იყო ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობი თქვი დარწმუნებული ვარ რომ ხა ის არ არის ქართული ტელევიზიების დიდი მაყურებელი აქ მე მგონი საკმარისი ხალხი ყავთ დაქირავებული მეხუთე კოლონის სახით სახელი და გვარები ვიცით ზეპირად ვიცით ვინც არიან ისინი ვინ კერავდნენ ამ საქმეს ამ ყველაფერს ხო ხედავთ ხა მალავენ აი ეს მედია კოალიციები ჩუმად რო არიან რატო არიან ჩუმად იმიტომ ისინი არიან ამ დანაშაულის მონაწილენი ქართულ მედიაზე თავდასხმის მონაწილენი რომ პირდაპირ გამოდიან ანუ დღეს ხომ რასაც ვაკვირდებით და ეს მნიშვნელოვანია ამას საზოგადოება უნდა დააკვირდეს იმიტომ დღეს არის ლაკმუსის ქაღალდი ლუსტრაცია მიდის მეხუთე კოლონის საქართველოში აი ბოლო დღეების განმავლობაში ორ თემაზე პირველი მთავარი თემა რაც არის ეს არის სანქციების მოთხოვნა რომელიც დადასტურდა ახლა უკვე ყველანაირად რომ ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებს და რუსეთთან ესკალაციას და საზოგადოება აკვირდება მიდის ლუსტრაცია ვინ არის მეხუთე კოლონა ანუ ვინ დგება ბრიუსელის მხარეს ლონდონის მხარეს ავიც სხვების მხარეს და უკრაინის ხელისუფლების მხარეს და არ დგება ქართული ხალხის მხარეს პირდაპირ ლუსტრაცია მიდის და ასევე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა აქაც ხედავთ ლუსტრაციას ვინ დგება უცხო ძალების მხარეს და ვინ დგება ქართული მედიის მხარეს იმედის ბანკი უნდა შეიქმნასო იმედის ბანკზე რომ გითხრათ თუ შეიძლება და ანონსებული არის ბანკის შექმნა როგორ მოხდება ეს რანაირად მოხდება ანუ ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს ლიცენზია ეკონომისტები ამბობენ რომ ეს შეუძლებელია ანუ როგორ ხედავთ ამას და როგორ მოხდება აი როგორ მოხდება ამ ბანკის შექმნა იცით თუ არა და რას გვეთქვით იმედის კომპანიის განცხადება არის და კომპანია უნდა გააცნოს ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ამის თქმა არ შემიძლია ჩვეულებრივად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შემთხვევაში ნებისმიერ ბიზნესს მიწვევს. თუ კი ესეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნა ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნით ჩემ ანგარიშს. მადლობა.